5 მისამართზე თელ სანათესაოში. ეს სპეცოპერაცია იყო თანამშრომლები, ერთბაშად დილის 8 საათზე შეცვლიდნენ ტექნიკა, საბუთები, ყველაფერი თუ კი რამენახეს, ყველაფერი წაიღეს. რას ეძებს საგამოძიებო უწყება კახა კალაძის დახურულ ბანკში? რამდენიმე თვიანი ძებნის შემდეგ შაბათის ეთერმა მოიპოვა დადასტურება, რომ სააქციო საზოგადოება პროგრესიდან, რომელიც კალაძის დაფუძნებული ბანკის ბაზაზე შეიქმნა, გამომძიებლებმა ყველა დოკუმენტი წაიღეს. ტელეფონები, ფლეშკები, საბუთები, ეკუთვნოდა, არ ეკუთვნოდა, მნიშვნელობა არ ქონდა რა. ყველანაირი ტექნიკა მიქონდათ, ყველანაირი საბუთი იყო თუ არა დაკავშირებული პროგრეს ბანკთან. ჩვენ მივაგენით გიორგი მოდრეკელიძეს, რომელიც კახი კალაძის დაფუძნებულ ბანკში მუშაობდა და სააქციო საზოგადოებად მისი გარდაქმნის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოს ფიქტიურ ხელმძღვანელად დანიშნეს. ის გვიდასტურებს, რომ მისი სახლიდან სპეცოპერაციით გაიტანეს დოკუმენტები, მათ შორის პროგრეს ბანკის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების, აქციონერების დეპოზიტებისა და გადარიცხვების შესახებ სრული ინფორმაცია. 8 წლის ბავშვის ტელეფონის წაიღეს, 84 წლის მოხუცის ტელეფონის წაიღეს და ასე შემდეგ. ყველაფერი. ტელევიზორის რესივერი მიქონდათ, რა უნდა შენახული იყო რესივერში, არ ვიცი, მეთქობა არ იცოდნენ კარგად რისთვის იყვნენ შემოსულები და მიქონდათ ყველაფერი. კახა კალაძის მიერ დაფუძნებული პროგრეს ბანკის მემკვიდრე ორგანიზაციის ხელმძღვანელის და მისი ოჯახის წევრების სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2024 წლის 24 ივნისს ჩატარდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ღარიბაშვილი გადაყენებულია და ივანიშვილი ოცნების ყველა ლიდერთან მის ფულს ეძებს. მოდრეკელიძე იხსენებს, რომ კითხვებს უსვამდნენ, ხომ არ გადასცა მასთან შენახული ფინანსური დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია ვინმეს. დაზის განჩინება შინაარსიეგ იყო ინფორმაციის გატანა ბანკიდან და შესაბამისად დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, რამ მოიღება ჩხრეკა და ასე შემდეგ. რა გქონდა შენ? არქივი. ძალიანად ბანკის ისტორია. ძირითადად ბანკი ხომ ისეთი ორგანიზაციაა, სადაც ყველაფერი ფინანსებთან არის და ფულის გასატარებელი ორგანიზაცია. შესაბამისად, ყველაფერი ფინანსურია მან. ხო და ისტორია ზოგადად გადარიცხვები იქნება, ეს თუ სესხები იქნება, დეპოზიტები, აბსოლუტურად ყველაფერი. პროგრეს ბანკის ფინანსური დოკუმენტები გიორგი მოდრეკელიძესთან ბანკის ფლობელების გადაწყვეტილებით 2018 წელს აღმოჩნდა. კახა კალაძემ საკუთარი წილი ბანკში 2013 წელს რუსი მილიარდერის მაიკ ზოისთან დაკავშირებულ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას მიჰყიდა. 2015 წელს კი ბანკი რუს მილიონერს ილია გავრილოვს გადაეცა, თუმცა ოთარ სირაძე, რომელიც პროგრეს ბანკის საქმიანობას წლები ასწავლობს, ამტკიცებს, რომ სხვა მფლობელების პირობებში კალაძის უშუალო გარემოცვა ბანკზე კონტროლს ინარჩუნებდა. მათ შორის იყო თბილისის მერის სიმამრი ბადრი არეშიძე. ჯიხური ბანკად წოდებული, რომელსაც ერთი ფილიალი ჰქონდა ბარათაშვილის 8 ნომერში და ერთი პლასტიკური ბარათიც არ დაუბეჭდია მთელი მათი საქმიანობის განმავლობაში, მხოლოდ დაკავებული იყვნენ ფულის გათეთრებით. კალაძეს მიუხედავად იმისა, რომ მისი 78%-ში მთლიანად ჩაინაცვლა ილია გავრილოვის, ასევე რჩებოდა ბანკის მართვაში მისი სიმამრის ბადრი არეშიძის მეშვეობით და ასევე ილია კეჭაყმაძის მეშვეობით, რომელიც მათი ნდობით აღჭურვილი კალაძის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ბოლომდე ეს ადამიანები ასევე საქმიანობდნენ პროგრეს ბანკში. თავისთავად კალაძესაც რაღაც წილი ექნებოდა ამ ფულის გათეთრებაში. 2016 წელს ბანკის დახურვა გადაწყდა და ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, თუმცა 2 წლის თავზე ეს პროცესი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მოულოდნელად შეწყვიტა. თქვენთან გვაქვს კითხვები პროგრეს ბანკთან დაკავშირებით გაცემულ ბრძანებებზე. ერთი წუთით ბატონო მურთას კითხვები გვაქვს. გვაინტერესებს თქვენ უკაცრავად ერთი წუთით. ბატონო მურსა, თქვენი ბრძანებებია და მაინტერესებს ლიკვიდაციის პროცესი რატომ შეაჩერეთ?
ეს მურთაზ კიკორია, ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. მისი ხელმოწერა აქვს ბრძანებას, რომლითაც კახიკალაძის მიერ დაფუძნებული პროგრეს ბანკის ლიკვიდაციის პროცესი შეწყდა. დოკუმენტებში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, კიკორია გასცემს განკარგულებას, რომ პროგრეს ბანკის 2016 წელს დაწყებული ლიკვიდაცია შეწყდეს და ის არასაბანკო სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნას. ჩნდება კითხვა, რა იპოვეს ლიკვიდაციის პროცესის დროს ისეთი, რის გამოც ამ ორგანიზაციის თაროზე შემოდება გადაწყდა. ვინ მოგმართათ ლიკვიდაციის თაობაზე, რატომ შეწყდა ლიკვიდაციის პროცესი საერთოდ? ერთადერთი ამაზე შეიძლება იყოს რომ ეროვნულ ბანკს მიმართოთ, რანთო? ჩემი გვარი კი არის, მაგრამ გასმიშნობა რა ფუნქციური თემა შეიძლება სხვა ვიცე-პრეზიდენტი ყოფილიყო ან პრეზიდენტი თქმა. რატომ არ აქვს ამ ბრძანებებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა და რატომ აქვს თქვენი ხელმოწერა? ეროვნული ბანკი აგიხსნით რა. პროგრეს ბანკის შესახებ ამბავი არ გახსოვთ ბატონო მურთაზ? ეროვნულ ბანკს მიმართეთ მეთქი რამაირად საუბრობს მაგეთ. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე მისაუბრებით წლების მერე. ლიკვიდაციის პროცესის დროს საფინანსო ინსტიტუტის სრული დოკუმენტაცია მოწმდება. ქვეყნის ცენტრალურ ბანკს საეჭვო გადარიცხვები, ფიქტიური სესხები ამ ფულის გათეთრობა რომ ეპოვა, ვალდებული იყო ეს დაედოკუმენტირებინა და საგამოძიებო უწყებაში გადაეგზავნა. მურთაზ კიკორიას, რომელიც ახლა ლიბერთი ბანკში ერთ-ერთი შეფია, ვკითხეთ, ხომ არ იყო ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის მიზეზი ფინანსურ დანაშაულზე თვალის დახუჭვა. გვარს კი არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოაწერა. სარი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გავაკეთე. ანუ გვარს არ აქვს მნიშვნელობა, რას ნიშნავს? თქვენ მოგიტანეს დოკუმენტები და გითხრას ხელი მოაწერეთო? თქვენ ვის კაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თუ ვიცე-პრეზიდენტს თუ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ბრძანება, გვარს არ აქვს მნიშვნელობაო, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო. ხელმომწერი თქვენ ხართ და არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მაშინ თქვენ რატომ მოაწერეთ ხელი? კაბატონო, შეგიძლია თავისუფლად მიმართოთ ეროვნულ ბანკს ყველაფერს აგიხსნია. ლიკვიდაციის პროცესში შეისწავლეთ თუ არა ფინანსური დოკუმენტაცია და საეჭვო იქ ფულის გათეთრებასთან კავშირში არაფერი აღმოგიჩენიათ? ეროვნულ ბანკს მიმართეთ ყველაზე სწორი გამოსავალი. 2016 წლის სექტემბერში კალაძის დაფუძნებული ბანკის წელს ილია გავრილოვი და ბიძინა ივანიშვილი ფლობდნენ. მაშინ ბანკის აქტივების ნაწილი TBC ბანკმა რესპუბლიკა ბანკთან ერთად იყიდა. ამის შემდეგ ბანკის ლიკვიდაცია დაიწყო, თუმცა 2 წლის თავზე ეს პროცესი შეწყდა. ბანკი კი არ დახურეს, არამედ არასაბანკო სააქციო საზოგადოებად გადააკეთეს და ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ერთ-ერთი თანამშრომელი დანიშნეს. საბუთებიც მას გადააბარეს და 6 წელი არავის არაფერი გახსენებია. 2024 წლის საფხულში კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დირექტორ მოდრეკელიძეს ჩხრეკაზე მიაკითხა. რას ეძებდა? საბუთებს ფულს სავარაუდოდ და მტკიცებულებას იმის, რომ მე თითქოს კონფიდენციალური ინფორმაცია გავეცი, მაგრამ რეალურად მსგავსი არაფერი არ არსებობს. არც ოჯახის წევრებთან ლაპარაკის დონეზეც კი არ მქონია ბანკის შიდა საკითხებზე, იმიტომ რომ სულელი უნდა იყო, რატომ უნდა გახვიო შარში. მაგრამ მაინც ესე გადაწყვიტეს, რომ ალბათ რაღაც ზემოქმედების ბერკეტად დაიტოვეს, რომ ნათესავებზეც მართალია მოწმის სტატუსით, მაგრამ ყველა გამოძიების ქვეშ არის. რის ეშინიათ ესე? თვითონ უკეთესად იციან, ვის შეიძლება ეშინოთ, მე არ ვიცი. ზოგადად ბანკია და არ ვიცი ხან ინფორმაცია ისეთი შეიძლება რაღაცა იყოს, რაც არ აწყობ. გიორგი მოდრეკელიძის სახლში პროგრეს ბანკის ფინანსური არქივი 6 წლის განმავლობაში ინახებოდა. ბანკის დირექტორმა დოკუმენტები საქართველოს ეროვნული ბანკიდან 2018 წელს საბანკო ლიცენზიის გაუქმების შემდეგ ბანკის აქციონერების ბიძინა ივანიშვილის და ილია გავრილოვის მოთხოვნით წამოიღო. ამ დოკუმენტებში წერია, საიდან ირიცხებოდა პროგრეს ბანკის ანგარიშზე თანხა, ვის შეჰქონდა დეპოზიტზე ფული. დაფიქსირებულია ყველა გაცემული სესხი, ბანკის შემოსავალი და გასავალი. ანუ მარტივად რომ აგიხსნათ, ფინანსური არქივი მთავარი წყაროა ფულის წარმომავლობის და ლეგალურობის დასადგენად.
ჩემთვის ძალიან რთული არის მათი აზროვნებით და მათი გონებით შევხედო იმას, რას ფიქრობდნენ და როგორ ფიქრობდნენ, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ რაღაც მსგავს ფიქრობდნენ, რომ რაღაც ინფორმაცია, რომელიც მათთვის არ იქნებოდა ხელსაყრელი, შეიძლება მოხვედრილიყო ვინმე მესამე პირის ხელში. ალბათ მეტი რა შეიძლება ყოფილიყო. უბრალოდ ფონი ის იყო, ალბათ რა ვიცი, გამაფრთხილებელი იმის, რომ მაინც შევთანხმდეთ იმაზე, რომ შენ არაფერი ცუდის გაკეთება არ გინდოდა. მიზანი იყო, რომ შენთვის ეკებათ, რომ პროგრეს ბანკის შესახებ ინფორმაცია იცოდე, რომ არ უნდა გაიტანო. სავარაუდოდ ხო. რა ინფორმაცია ინახებოდა კალაძის დაფუძნებული ბანკის არქივში, ისეთი, რის გამოც ფინანსურმა პოლიციამ მთელი დოკუმენტაციის სპეცოპერაციით ამოღება გადაწყვიტა. არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ბიზნესმენი ილია გავრილოვი, ვის სახელზეც კახა კალაძემ პროგრეს ბანკი გადააფორმა, რუსეთში 2023 წლის სექტემბერში დააკავეს. მას რუსული ბანკებიდან ფულის მოპარვაში ედება ბრალი. ილია გავრილოვი ცნობილი თორა პროგრეს ბანკის ნობელის ანაბახტის. ვის? ილია გავრილოვი. კი, კაცო, როგორ არ ვიცი. საიდან ცნობილი? ბიზნესი კერტო. ალექს ხოლოს ქართველი ებრაელი. და მაიქსონის. კი, ჩვენ ქართველი. ეს ის სხვა პარტნიორები რომელიც ჩვენ პარტნიორები ვართ. კახა კალაძის ეს ინტერვიუ აიფაქტმა 2017 წელს ჩაწერა. მაშინ კალაძემ თქვა, რომ გავრილოვი მისი ბიზნეს პარტნიორი და მეგობარი იყო. ახლა გავრილოვი ციხეშია. მას რუსული ბანკიდან, რაზვიტიედან 3 მილიარდამდე რუბლის მოპარვას ედავებიან. არის ერთი საინტერესო დეტალი. პროგრეს ბანკის მეწილეებს შორის ფინანსური თაღლითობისთვის დაკავებული გავრილოვი 2015 წელს გამოჩნდა. გავრილოვმა ბებიონ ინვესტმენტისგან 78%-იანი წილი იყიდა და წილების ყიდვიდან მალევე პროგრეს ბანკის დეპოზიტზე 12 მილიონი დოლარი ბანკ რაზვიციედან გადმორიცხა. ეს ის ბანკია, საიდანაც გავრილოვმა ხალხის ფულის მოპარვა აღიარა. პროგრეს ბანკი იმ დროიდან, რა დროშიც ილია გავრილოვი აღმოჩნდა ამ ბანკის ერთ-ერთი პარტნიორი, ხდებოდა უამრავი ფულის გათეთრება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პანამური ოფშორების თანხების გათეთრება, ასევე თვითონ უშუალოდ გავრილოვის ფულის გათეთრება. დარწმუნებული ვარ, სხვა ბევრი კრიმინალური ფული არის გათეთრებული პროგრეს ბანკის მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილს ეშინოდა საერთაშორისო გამოძიების და ამის საფუძველზე, როდესაც ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან გადმორიცხული ფულის კვალი მოდიოდა პროგრეს ბანკთან, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ამ ბანკის გაქრობა და მიმართა ეროვნულ ბანკს 2016 წლის ოქტომბერში, იმ დროს, როდესაც უკვე ერთი კვირით ადრე ყარაჩაი-ჩერქეზეთში ბანკი რაზვიტია იყო უკვე დახურული და გამოძიება და იყო დაწყებული. ისეთნაირად გააქრო ეს ბანკი, რომ ეროვნულ ბანკის ზედამხედველობის სამსახურს პროკურატურას არ შეუსწავლია ამ ბანკის ფინანსური დოკუმენტები. კალაძის დაფუძნებული პროგრეს ბანკი 2016 წელს მაშინ დახურეს, რაც მისი მთავარი აქციონერი ილია გავრილოვი რუსეთში ფინანსურ თაღლითობაში ამხილეს. 2016 წლის 10 ოქტომბერს ილია გავრილოვის კუთვნილ ბანკ რაზვიციეს საბანკო ლიცენზია ჩამოართვეს. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა იპოვა მტკიცებულებები, რომ გავრილოვმა ფიქტიური სესხები გასცა და მოიპარა მილიონები სადეპოზიტო სადაზღვევო ფონდიდან. 2016 წლის 18 ოქტომბერს უკვე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში გამოსცა ბრძანება პროგრეს ბანკის ლიკვიდაციაზე, თუმცა 2 წლის შემდეგ ლიკვიდაციის პროცესი გაწყვეტეს, ოღონდ არა პრეზიდენტის, არამედ მოადგილის ხელმოწერილი აქტით. ესეთი ტრანზაქციები როგორც წესი ეს ტრანზაქციები შართული აუცილებლად, იმიტომ რომ პოტენციურად ძალიან კორუმპირებული ტრანზაქცია შეიძლება იყოს და ეს ტრანზაქციები, რა თქმა უნდა, სწორი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ჩართული თვითონ და მისი პატრონობის ქვეშ ყოფილიყო და მის ზედამხედველობის ქვეშ ყოფილიყო მაქსიმალურად ეს პროცესი და ახლა რატო არ მოწერა ხელი გვენეტაძემ და რატო მოაწერა მან
კი ბატონო, მაგას მივიღებ თქვენ, მე მგონი თქვენ მაგას გულისხმობთ, რომ საეჭვოა და ცუდი სუნი უდის. დიდი ალბათობით ალბათ გვენდაც არ უნდა რომ ის ხელმოწერა ყოფილიყო აქ. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით პროგრეს ბანკს მას შემდეგ რაც კახი კალაძემ წილი გაყიდა, ბიძინა ივანიშვილი და ბანკ რაზვიციედან ფულის მოპარვის ბრალდებით დაკავებული ილია გავრილოვი ფლობდნენ. თუმცა ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ ამ ბანკის წილი მხოლოდ იმის გამო იყიდა, რომ კალაძის ბიზნესი არ გაკოტრებულიყო. ეს იყო ხელმოქმედების ნაწილი. დამირეკა ბატონმა ბიძინამ ბატონი კახი კალაძის ბანკს დახმარება ჭირდებაო და იქნებ დავეხმაროთო და მოვიფიქრეთ ესე რომ კაპიტალში თუ იქნებოდა კაპიტალი თუ გაიზრდებოდა ბანკს არ გაუჭირდებოდა. ჩნდება კითხვა, რას ეძებდნენ კალაძის დაფუძნებული ბანკის დოკუმენტებში დახურვიდან 6 წლის შემდეგ. ივანიშვილს ხომ არ აქვს ეჭვი, რომ კალაძემ მაქინაცია ჩაუტარა და ფულის გათეთრების საერთაშორისო გამოძიების შიში ცდილობენ მტკიცებულებების გაქრობას. შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად ეს საკითხი. პირველი, ბიძინა ივანიშვილი კალაძის მეშვეობით არის დაკავშირებული გავრილოვთან, ანუ კალაძემ შეითრია შეიძლება ითქვას ამ სქემაში, ანუ მისი პასუხისმგებლობის საქმეა და მან უნდა მოაგვაროს, ან მეორე, ბიძინა ივანიშვილი იყენებდა კახა კალაძეს და მის სანაცნობო წრეს, რათა მერე პრობლემის გაჩენის შემთხვევაში ის ყოფილიყო გაწირული, როგორც შედარებით უფრო დაბალი რგოლი, ეს შეიძლება იყოს შავი ბლოკნოტი ერთმანეთის წინააღმდეგ. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი და არც თუ ისე მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილისთვის კალაძესთან თქვათ ანგარის სწორება, ან მისი გვერდიდან მოშორება თუ მას დასჭირდება. ივანიშვილ კალაძის ბიზნეს პარტნიორი ილია გავრილოვი გისოსებს მიღმა 7 წლით გაუშვეს. აღიარების შემდეგ ფინანსური თაღლითობისთვის დაკავებულ პროგრეს ბანკის ყოფილ მფლობელს მოპარული მილიარდების დაბრუნებას თხოვენ. შაბათის ეთერის ინფორმაციით, პროგრეს ბანკის მეშვეობით ფულის გათეთრების საქმეს რამდენიმე ქვეყნის საგამოძიებო უწყება იკვლევს.